დიდი მადლობა რომ ხართ დღეს ჩვენი სტუმარი. საღამოშვიდობის მაგდა გიორგი მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს ძვირფას მაყურებელს. სანამ სხვა თემებზე გადავალთ, მოდით ვისაუბროთ აი თემაზე, რადგან ჩვენ უკვე გავამახვილებთ ყურადღება ჩვენს მიმოხილვაში, ეს არის დეზინფორმაცია, რომელსაც ავრცელებდა ინტენსიურად მთავარი არხი ამერიკული სამხედრო ბაზის გახსნის შესახებ. თითქოს ეს შეთავაზება იყო საქართველოს ხელისუფლების მიმართ, მაგრამ დღის ბოლოს საელჩომ თავად უარყო ეს ინფორმაცია და მას დეზინფორმაცია უწოდა. აი თქვენ როგორ ფიქრობთ, რა იყო ამ ფეიკის გავრცელების მიზეზი, რას ემსახურებოდა ეს? ახლა მე ტელეფონი ავიღე სპეციალურად, იმიტომ რომ მოვინიშნე წეღან. იგივე მთავარი არხი ამ დეზინფორმაციული კამპანიის შემდეგ, რომელიც საბედნიეროდ მხოლოდ ერთდღიანი აღმოჩნდა, იმიტომ რომ ცოტა გრძელვადიანი დეზინფორმაციული კამპანიების გვახსოვს, საღამოს რას საუბრობს, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის საელჩომ პირველივე საათებში უარყო ეს ინფორმაცია. ამის შემდეგ ისინი ამბობენ, რომ ამერიკული სამხედრო ბაზის გახსნის ისტორიას ორი მთავარი მხარე უარყოფს, არც საელჩო და არც თავდაცვის მინისტრო არ ადასტურებენ ამ ფაქტს, შემდეგ რაღაცებს საუბრობენ კიდე და მე ამბობენ, რომ ჟურნალისტი ამბობს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მათ მიწერა, ანუ საელჩომ ოფიციალური პასუხი და თქვენს რომ არ შეესაბამება სიმართლეს ის, რომ ამერიკულმა მხარემ საქართველოში ამერიკული ბაზის მოწყობა შესთავაზა ქართულ მხარეს. ამერიკის მხარე ამ ინფორმაციას უარყოფს, თუმცა რაც ყველაზე მთავარია, ოცნებიდან არც ერთს უარ უყვია ეს ინფორმაცია. ანუ დილით ხო ერთი ტყუილით დაიწყეს და ტყუილით, რომელიც მოდი დამეთანხმეთ, იმიტომ რომ სხვა შანსი არ არის საქმრჯელობაში და ლოგიკაში, რომ დავიჭიროთ რაღაცა აზრი, ესე უბრალო ტყუილი კი არ იყო და დამაზიანებელი, ისეთი როგორიც იყო მაგალითად ამ დღეებში ღარიბაშვილის სახელმწიფო ხარჯებით კერძო ვიზიტით გაფრინდა ჩარტერით. ეს ხო ტყუილი იყო, ხო გამომჟღავნდა 3 დღეში. ჩვენ ამაზეც აუცილებლად ვისაუბრებთ, მაგრამ მიზანი რა არის ამ ამბის გახსნას? ასეთი არა, ბოდიში, ამას ვამბობდი სწორედ. ეს არის ტყუილი ღარიბაშვილის შემთხვევაში, რომელიც აზიანებს ცდელობა ღარიბაშვილის, ხელისუფლების აზიანების და ეს გასაგებია, ასეთ მავნებლობებს შეჩვეულები ვართ, მაგრამ ეს არის გარდა ამ მავნებლობისა და დაზიანების მცდელობისა პროვოკაციული ტყუილი, რომელიც უსაფრთხოების თემებს შეეხება, უსაფრთხოების არქიტექტურას შეეხება, რომელიც მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს შეეხება და ეს უბრალოდ რა თქვა, ესე გასატარებელი მოგონილი ამბავი კი არ არის. ეს არის პროვოკაციული და შედეგი შეიძლება მიიღო ისეთი დამაზიანებელი, რომელზეც საუბარით შეიძლება პირდაპირ ეთერში გაჭირდეს, აი ასეთი ტყუილი, რომელსაც არ ერიდებიან. ეს ხო არ არის მართლა მთავარი არხი რაღაცა ცალკე საინფორმაციო ან სააგენტო ან ტელევიზია ან მედია საშუალება, რომელიც თავისი ნებით რაღაცებს ლაპარაკობს, იგონებს ან არ იგონებს. ეს ხომ იმ სტრუქტურაში ზის, რასაც ქვია ნაცმოძრაობა, მისი კლასტერი, გნებავთომის და ღალატის პარტია, როგორც გინდათ ისე მოიხსენიოთ. ანუ უფრო დიდ პროვოკაციაზე წავიდნენ, ვიდრე ოდესმე ერთ-ერთი მთავარი პროვოკაცია ჩვენ უნდა დავიმახსოვროთ, რომ ამ ტყუილის გავრცელება იყო, რასაც რომ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადება შეიძლება გაგრძელების დროს სხვადასხვა ამბები მოყოლოდა, რაც ძალიან არასასიამოვნო იქნებოდა ჩვენი ქვეყნისათვის, მაგრამ აღმოჩნდა და ეს ასეც იყო, რომ ეს იყო ტყუილი და რატომ წავიკითხე ის მე რაც წაგიკითხეთ, რაც მთავარმა არხმა და მისმა ჟურნალისტმა დღეს თქვა. გამოვედით თუ არა ვთქვით, რომ ჩემი ინფორმაციით ეს არის ტყუილი, თქვენი წყარო ტყუის. ეს მე უთხარი მათ. მიუხედავად ამისა, არც კალაზემ დაადასტურა, არც კობახტემ დაადასტურა, მიუხედავად ამისა, თითქოს ჩვენ არ უარყოფდით. ანუ ტყუილს გამოაშკარავების შემდეგ კიდევ ტყუილი დაამატეს და მე უბრალოდ ერთი რაღაცა მინდა უთხრა, შეიძლება იმას დიდად არ უყურებენ მათი მომხრეები და ის ადამიანები, რომლებიც ჯერ კიდევ მხარს უჭერენ მიხეილ სააკაშვილს თუ ნაციონალურ მოძრაობას თუ ეგრეთ წოდებული ხუთიანის ფაქტორი ისევ მათზე მუშაობს. უდიდეს შეურაცხყოფას გაყენებენ თქვენ ის ადამიანები და ის პოლიტიკური ჯგუფი თუ პარტია, რომელიც საქართველოსთვის დამაზიანებელი მესჯების გარდა თავის მომხრეს დიდ შეურაცხყოფას აყენებს, ასეთ რამეს რო კადრებს. იცის რომ დღეს თუ არა ხვალ ეს ამბავი, ეს დეზინფორმაცია გასკდება, ეს სიცრუე გამოაშკარავდება, მაგრამ ერთდღიანი ეფექტისთვისაც კი იქნებ რაიმე ამ პროვოკაციამ თავისი შედეგი მოიტანოს, მაინც კადრებენ საკუთარ მომხრეებს და მაყურებლებს და ამორჩევლებს ამ სიბინძურეს. გასაგებია სხვა თემებზეც რო ვისაუბროთ და ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემა, როგორც ჩანს, საშემოდგომო სეზონზე იქნება პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა. ერთის მხრივ ჩვენ არაერთხელ მოვისმინეთ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ საჭირო 100
თემა ვერ შეგროვდება და ამაზე არ მუშაობთ. თუმცა მეორეს მხრივ ახლა თუ გავიხსენებთ მაგალითად სახალხო დამცველის არჩევას, ან თუ გავიხსენებთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევას, აქ შეძლო ხელისუფლებამ რომ მოეგროვებინა საჭირო ხმები 90 ხმა და მეტი. არსებობს შანსი რომ შესაძლოა როდესაც ის დღე დადგება კენჭისყრაზე ამ საკითხის გატანის რომ 100 ხმა მოგროვდეს? 90 ხმა როცა მოვაგროვეთ დეპოლარიზაციაზე რომ ლაპარაკობენ ჩვენი ოპონენტები თავგამოდებით გავიხსენოთ რა უქნეს თავიანთ მეგობრებს კოლეგებს მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის რომ ევროპული რეკომენდაციით გათვალისწინებული პუნქტის შესრულებაში მათ მხარი დაგვიჭირეს არც მეტი არც ნაკლები რეკომენდაციის ერთ-ერთი პუნქტი შესრულდა ამით ერთ-ერთი ჩანაწერის შესრულდა ამისათვის საჭირო ხმები შევისო ჩვენი რამდენიმე ოპონენტის მიერ და ბულინგის ის ხარისხი ფსიქოლოგიური ზეწოლის ის ხარისხი რაც მაშინ ამ ადამიანებმა საკუთარ თავზე გამოცადეს და გახსოვთ ხო ამას შემთხვევით არ ვიხსენებ ჟურნალისტები ამბობდნენ ნაცმოძრაობის ტელევიზიების ჟურნალისტები აღარ მალავდნენ რომ მათი ოთახებიდან ყვირილის და გინების ხმა გამოდიოდა და დეპოლარიზაციაზე საუბრობენ ეს ადამიანები თუმცა ამას თავი დავანებოთ ეს უბრალოდ გასახსენებლად შეგვიძლია ნახევრად ხუმრობით დამთხოვაზეც ვილაპარაკოთ რომ რესპუბლიკელები აყენებენ ამერიკის პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს და ისინი ჩვენსავით საუბრობენ რომ მათ ხმები საკმარისი არ აქვთ თუმცა ისინი რომელიმე ევროპულ გაერთიანებაში გეოგრაფიის და ასე შემდეგ სხვა ფაქტორების გამო ეს რა თქმა უნდა ნახევრად ხუმრობით გაერთიანებას და გაწევრიანებას და კანდიდატის სტატუსს არ ელოდებიან ამიტომ ჩვენ შეიძლება მეტი სიფრთხილე გვმართოს მაგრამ კონსტიტუცია საქართველოს კონსტიტუცია მეორე მესამე ან მეათე ხარისხოვან თემად წარმოჩინდეს რაღაცასთან მიმართებაში როგორი კეთილშობილურიც არ უნდა იყოს ეს რაღაც არ შეიძლება და არც კეთილშობილურია ეს რაღაც იმიტომ რომ ვერ დაიჯერებს ერთ-ერთი ობიექტურად მოფიქრალი ადამიანი რიგითი მოქალაქე თუ მთავრობის წევრი თუ პრემიერ-მინისტრი რომ ადამიანი საქართველოს პრეზიდენტი კონსტიტუციის გარანტი რომელიც პირველ რიგში მართლაც ხელს უნდა უწყობდეს საქართველოს ევროპული მომავლის რეალურობას მის ამ პერსპექტივას ქვეყნის შიგნით ლაპარაკობს რომ საქართველოს არც შარშან იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს და არც წელს იმსახურებს და ახლა უნდა ივარაუდოს რომ გამორიცხულია რომ ამ ადამიანმა ევროპაში სხვა რამ თქვას მართლაც ირაკლი კობახიძის არ იყოს წინ რომ დაუდონ ესე ფურცელი სადაც მისი განცხადება იქნება დატანილი რას ეთქვის არა ეს საქართველოში ისე უბრალოდ რადგან ოპოზიციონერის როლი მაქვს მორგებული ქართულ ოცნებას რაღაც წინააღმდეგობა გავუწიე და ასე მივიჩნიე რომ იმათთვის მიმერტყა იქ და აქ სინამდვილეში როგორ არა ჩვენი ქვეყანა იმსახურებსო აი ასეთი პასუხი იქნებოდა თუ რა უნდა ევარაუდა მთავრობას რომ ნება დაერთო მაგრამ ერთ რაღაცას არად დაგიდევენ როგორც ვიცით ხოლმე ამ ტერმინის გამოყენება კომპეტენცია არის ანუ ეს არის საქართველოს მთავრობის საქმეა საქართველოს პრეზიდენტის საქმე საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით სხვა ქვეყნებთან წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება არ არის გარდა ერთადერთი შემთხვევისა როდესაც მას ამის შესახებ მთავრობა ანდობს ამ უფლებამოსილებას როდესაც მთავრობა ანდობს ამ უფლებამოსილებას და სხვა გამონაკლის კონსტიტუცია არ ითვალისწინებს ანუ კონსტიტუცია დაიღვა ცალსახად ამ უარსაც რომ არ მიცეს თანხმობა თავისი საფუძველი ქონდა კონსტიტუციას დარღვეულია. ამაზე არ გედავებიან ოპონენტები, მაგრამ ამბობენ რომ უფრო დიდი მიზნის გამო დაიღვა კონსტიტუცია. ეს არის ევროპული მომავალი. უფრო დიდი მიზანი არარეალისტურია, დაუჯერებელია იმ დიდი მიზნისკენ. ზოლა დაუჯეროთ ადამიანს, რომელიც საწინააღმდეგოს ლაპარაკობს ქვეყნის შიგნით, ესეც ხო არ არის სადაო ფაქტებია, ხო? ხო გააკეთა ესეთი განცხადებები, ხომ არ მოგვიგონია ჩვენ ეს, ხომ არ გაგვიკეთებია ინტერპრეტაცია, არ ჩარშანეკუთვნოდა არ იყო შეცდომა, გაგვაფრთხილესო და წელს ფორმალურად ასრულებთო. როცა ევროპა და ევროპელები გვეუბნებიან, რომ სამი რეკომენდაცია უკვე შეასრულეთ, დანარჩენი ნაწილობრივ არის შესრულებული, ძალიან კრიტიკულია. არაობიექტური შეფასებაა, მეტიც არასამართლიანი შეფასებაა, მაგრამ კარგით, სამართლიანიც რომ იყოს და ობიექტურად რომ ჩათვალოთ, ამ სამსაც კი ფორმალურს ეძახის. ანუ ყველაზე კრიტიკულ შეფასებაზე უარეს შეფასებას უძღვნის საკუთარ ქვეყანას და ქვეყნის გარეთ რა მოლოდინია რომ უკეთეს რამეს იტყვის ან უარყოფს
ახლაც არ გაუკეთები, არ უარყვი არც ერთი წამი თავის სიტყვები, ხო, სალომე ზურაბიშვილის. შესაბამისად, კონსტიტუცია დაირღვა ცალსახა, საქართველოს საწინააღმდეგო განცხადებები ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით გაკეთებული აქვს ცალსახა, ანუ პოლიტიკურ მორალური მხარეც აქ მართლები ვართ, კონსტიტუციის დარღვევაშიც რომ დაარღვია მან კონსტიტუცია მართლები ვარ და რა რაც შეეხება იმას, რაც თქვენ მკითხეთ, გიორგი. დიახ. გავიმეორებ, ალბათ ერთ მეათედ ვიმეორებ ამ დღეების განმავლობაში. მართლა არ ვაპირებთ ხვეწნას და რაღაც აი კონსტიტუცია ნამდვილად დაირღვა. ეხლა რა ვამტკიცოთ, მათაც ხო იციან რომ კონსტიტუცია დაირღვა. და იმპიჩმენტი ამ დროს ყველაზე რელევანტური რამ არის, რაც ასევე კონსტიტუციით არის გათვალისწინებული, ხო? ამაზე ჩვენ კონსულტაციებს არ ვაპირებთ, მაგრამ აი ესე განცხადების დონეზე კიდევ ერთხელ მივმართავთ მათ. აგერ ახლა ამას ვაკეთებ მე. თუ კი კონსტიტუცია დარღვეულია და ეს მეასე ხარისხოვნად ვიღაცას მიაჩნია, კი ბატონო, უნდა უჭერენ იმპიჩმენტს ხართ, მაგრამ კონსტიტუცია არის ქვეყნის უზენაესი კანონი და ევროპულობა არის ქვეყნის უზენაესი კანონის უპირობო მხარდაჭერა, მისი გარანტორობა პოლიტიკოსების მიერ, პირველ რიგში პარლამენტის წევრების მიერ, პრეზიდენტის მიერ. შესაბამისად, თუ ისინი მხარს არ დაუჭერენ ამ იმპიჩმენტს, ჩვენ ბუნებრივია ვიტყვი და ასეც იქნება და მართლებიც ვიქნებით, რომ ისინი იქნებიან საქართველოს პრეზიდენტის თანამზრახველები საქართველოს უზენაესი კანონის კონსტიტუციის დარღვევაში. მაგრამ თუ მხარს დაუჭერენ ამ შემთხვევაში რა ხდება, რადგან როგორც ჩანს არსებობს ეგრეთ წოდებული ფარული მოლაპარაკებები იმაზე, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი თუ კი არ გაათავისუფლებს სააკაშვილს, ამ შემთხვევაში ნაცმოძრაობა შევადარბაში და მხარს დაუჭერს იმპიჩმენტის პროცედურას და საჭირო ხმებსაც, ანუ საჭირო ხმებსაც თავიდან რომ მალავდნენ, გახსოვთ გიორგი? თავიდან რომ მალავდნენ ამას უარყოფდნენ. ხო, მაგრამ ნუ ფაქტია რომ უკვე ამასაც სერიოზულად განიხილავენ. ცდილობენ. ხო, კი, განიხილავენ დღეს რაღაც სტატუსებიც შემომხვდა. Facebook-ში ცოტა ხნით შევედი და რამდენიმე სტატუსი შემოვხვდა ან სააკაშვილის შეწყალება, ან იმპიჩმენტი. შანტაჟის ეს ამაზრზენი ფორმა პრეზიდენტისა. რეაქცია ამაზრზენ ფორმაზე უბრალოდ თუ რეაქცია იქნება რომ შეიწყალებს მაშინ ყველას ეწოდინება რომ საქართველოს ყავს პრეზიდენტი რომელიც ერთი მხრივ არღვევს კონსტიტუციას და არაფრად მიაჩნია ქვეყნის უზენაესი კანონი და მეორე მხრივ ექვემდებარება შანტაჟს და თავისი სკამის შესანარჩუნებლად იყენებს შეწყალების უფლებას ყველაზე სასტიკი დამნაშავის მიმართ. იმ დამნაშავის მიმართ, რომელმაც შექმნა წამების, გაუპატიურების, ბიზნესის რეკეტის, ტელევიზიების ჩამორთმების, სიტყვის მოკვლის და ადამიანების მოკვლის სისტემა ავტოკრატიული ყველაზე რბილი შეფასება ალბათ, აი ამ ადამიანს იწყალებს მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ უფრთხილდება საკუთარ სკამს. და მას ალბათ მორალური უფლება არც ისე აღარ აქვს, მაგრამ აღარ ექნება არანაირი უფლება, რომ პრეზიდენტის სავარძელში იჯდეს. როცა ამ სავარძლისთვის იწყალებს ვიღაცას და თან არა და არასდროს აქვს 1000-ჯერ ნათქვამი. თქვენ როგორ იმოქმედებთ, სანამ დადგება კენჭისყრის მომენტი? ეცდებით გადაიბიროთ რაღაც კონსულტაციების დონეზე კარს მიღმა? თქვენი ოპონენტები ამბობენ, რომ ცდილობთ ამ გადაბირებას და რაღაცებს ვინ ამბობს, ყველა იტყუება. ყველა იტყუება, აი მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, თუ რომელიმე მათგანს წამოს და მე ეს არ მინახავს სხვათაშორის ახლა მესმის თქვენგან პირველად, მაგრამ თუ რომელიმე ამბობს რომ ქართული ოცნებიდან ვინმე ცდილობს მათ დარწმუნებას, რომ მხარი დაუჭირონ იმპიჩმენტს სადღაც ყულისებში, თუ იმას გულისხმობენ, მე რასაც ვლაპარაკობ ხა ტელეკამერის წინ და ტელევიზიის მეშვეობით, კი ბატონო, მე ვცდილობ დავარწმუნო ისინი, რომ არ უნდა იყვნენ კონსტიტუციის დარღვევის თანამზრახველები პრეზიდენტის. მაგრამ თუ ამასთან დაკავშირებით ამბობენ, რომ ყულისებში რაღაც ხდება და იქ ვაპირებთ ვინმეს ველაპარაკოთ, ან ველაპარაკებით, ეს არის ცალსახადყული მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით და ამაზე პასუხს ვაგებ ყოველთვის. საბოლოო ჯამში როგორც ჩანს პრეზიდენტ ზურაბიშვილსაც აშფოთებს ეს საკითხი, რადგან ბოლო დღეებია ის კონსულტაციებს მართავს ოპოზიციის წარმომადგენლებთან, ნუ საბაბი ასეთია საქართველოს ევროპული ინტეგრაცია, თუმცა როგორც ჩანს ეს საკითხებიც განიხილება და პრინციპში გამოსული ადამიანები ამასაც ადასტურებენ. როგორ ფიქრობთ, ანუ პასუხია გიორგი ძალიან. დიახ, ნახეთ ვცდილობ რომ მოვერიდო ხოლმე ასეთი სიტყვების გამოყენებას. ქალი პრეზიდენტია და რაღაცა ეთიკის ნორმებს რა თქმა უნდა უფრო მეტად ვიცავთ ამ შემთხვევაში ვიდრე მაგალითად ვახშაძის და ხაბეიშვილის შემთხვევაში დაუშვათ, მაგრამ მაინც უნდა ითქვას რომ შეშინებულია პრეზიდენტი იმდენად რომ ელჩებს მოუხმო თავისთან რაღაცები ელაპარაკა, მერე მოუხმო ოპოზიციონერ დეპუტატებს და მათთან ერთად გადის
კონსულტაციებს ვითომ ევროპულ გზაზე ამ დროს ელაპარაკება ესეც ვერ დამალეს, ხო? ელაპარაკება იმაზე, რომ მხარი არ დაუჭირონ იმპიჩმენტს, ამაზე თავად ოპოზიციონერი დეპუტატები საუბრობენ. ანუ შეშინებულია ძალიან, იმიტომ რომ იცის, რაც გააკეთა. თუმცა მან ესეც უნდა აღვნიშნოთ, ვერ გაბედა კონსტიტუციის დარღვევასთან ერთად ეს მხოლოდ იმპიჩმენტს ითვალისწინებს, თან ისეთ იმპიჩმენტს, რომელსაც მხარდამჭერი 100 არ ყავს პარლამენტში და იმის იმედით, რომ ვერ გადააყენებდნენ, ეს იცის, რომ ამისი ძალიან ნაკლები შანსია თითქმის თეორიული, გაბედა და დაარღვია კონსტიტუცია. შემაკავებელი ფაქტორი ის კი არ იყო, რომ კონსტიტუციის პატივი ეცა, ის იყო, რომ ვერ გადააყენებდნენ, ეს იცოდა, მაგრამ შემაკავებელი ფაქტორი უკვე სისხლის სამართლის დანაშაულის არჩადენა და შესაბამისი სასჯელის მოლოდინი გახდა, მაშინ როდესაც მან მტკიცებულება დადო, რომ თავად ძალიან კარგად იცის, რომ კონსტიტუციას არღვევს, როდესაც პირადი ხარჯებით წავიდა. ეს ხო მარტივი ამბავია. მას თუ მიაჩნდა და მყარად იყო დარწმუნებული, რომ კონსტიტუციას არ არღვევდა და მას შეეძლო, მას უფლება ჰქონდა მთავრობის ნებართვის გარეშე გამგზავრებული იყო სადმე სხვაგან, რომელიმე ქვეყანაში, ჩვენ მეგობარ ქვეყნებში თუ ასე შემდეგ რა მნიშვნელობა აქვს, მაშინ ის ამას გააკეთებდა სახელმწიფო ხარჯით. მაგრამ მტკიცებულებაა ის, რომ რადგან მან გადაწყვიტა, რომ თავისი ხარჯი წასულიყო, ეს იმას ნიშნავს, რომ მან იცის, რომ ეს არის ანტიკონსტიტუციური, თუმცა უკვე ხარჯებთან დაკავშირებით ამას ემატებოდა, რომ ეს ამავდროულად დანაშაული გახდებოდა და დანაშაული არ გარისკა. ანუ საკუთარ მას თავად პირადად მას რაც შეეხება დანაშაულის შემთხვევაში, სასჯელი მოყვება ყველა დანაშაულს ასეთის დამტკიცების შემთხვევაში, ხო? კონსტიტუციის დარღვევის შემთხვევაში იმპიჩმენტი, მაგრამ სასჯელი ალბათ სასჯელმა შეაშინა, მაგრამ იმპიჩმენტმა ვერა, იმიტომ რომ იცის, რომ 100 ხმა არ გვაქვს და კონსტიტუცია დაარღვია თავისუფლად, მე რა კონსტიტუცია დიდი ამბავი. დღეს სხვათა შორის თქვენი კოლეგები ნაცმოძრაობის არხების წარმომადგენლები დღეს და გუშინ აგერ სამეგრელოს შეხვედრების შემდეგ თუ მანამდე რომ დგებით ხოლმე კომენტარზე, კონსტიტუცია დაარღვა მე რა ევროპაში წავიდა და კარგი საქმისთვისო. ეს მესიჯ ბოქსი აქვს. კონსტიტუცია დაარღვია მე რა მესიჯ ბოქსია, ხალხო, აი წარმოვიდგინოთ, რაზე ვლაპარაკობ და ჩვენ კონსტიტუციას არ ვიცით პატივი და ჩვენ რომელი კანონის დაცვას და რომელი კანონიერებას და სამართლის უზენაესობაზე ლაპარაკი. პრეზიდენტმა დაარღვეს კონსტიტუცია მე რა და იქაც რომ სადაუა ის კარგი საქმისთვის მიდიოდა და ცუდი საქმისთვის ამას კიდე დავანებოთ თავი. კონსტიტუციის დარღვევა არ უნდა იყოს, მე ასეთ მიმეორებ, მაგრამ მე რათი გასატარებელი ამ მესიჯით, ამ თავხედური მესიჯით გასატარებელი რამ არ უნდა იყოს არასდროს. ეს უნდა დავიმახსოვროთ და უნდა გქონდეს ქცევის წესად. ეს არის მარტივი ამბავი. ამ პროცესს თუ გინდა რომ ნამდვილად ევროპულები და ევროპელები ვიყოთ. აი სწორედ აქეთ მივდივარ, ამ პროცესს თვალს ადევნებენ ჩვენი ევროპელი პარტნიორები, ისინი ნეგატიურად აფასებენ, მიიჩნევენ, რომ შესაძლოა პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა გახდეს გარკვეული ბარიერი ევროინტეგრაციის გზაზე და კონკრეტულად კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესში. ხო, აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ კუბილიუსი და კალიურანტი დაუშვათ გამოდიან კრიტიკული განცხადებებით. ეს ადამიანები ისედაც თქვენი ოპონენტების მხარდამჭერად მიიჩნევიან, მაგრამ ევროკომისარი ბორელი თბილისში ყოფნის დროსაც ამბობდა, რომ ის შეშფოთებულია, ასე თქვათ, მიაჩნია, რომ ეს იქნება პრობლემური საკითხი, რომელიც გააღრმავებს პოლარიზაციას. აი სწორედ ამ კონტექსტში განიხილავენ თქვენს ინიციატივას. როგორ ფიქრობთ, შესაძლებელი იქნება თუ არა დასავლელი პარტნიორების დარწმუნება, რომ ეს არის შიდა პოლიტიკური საკითხი და ევროინტეგრაციასთან მას კავშირი არ აქვს და საბოლოო ჯამში შესაძლებელია თუ არა, რომ ეს მართლაც გახდეს პრობლემური და ბარიერი ევროპისკენ მიმავალ გზაზე? ანუ მოდით დავარქვათ ყველაფერს თავის სახით და როგორ ჟღერს, როგორ ხმოვანდება ამბავი ამაზე ვიფიქროთ და ეხლა ბევრი 10,000-ობით ადამიანი გვისმენს და გვიყურებს, ხო? და საკუთარ დასკვნას გააკეთებენ. თუ კი, სახელს თუ დავარქვით, თუ კი თქვენ საქართველოში ხელისუფლებაში, პარლამენტში პატივისცემას გამოიჩენთ კონსტიტუციის მიმართ თქვენი ქვეყნის საქართველოს ეროვნული და უზენაესი კანონის, საქართველოს კონსტიტუციის მიმართ ეს ხელს შეგიშლით ევროპულობაში და ევროპულ გზაზე სიარულში. ეს არის სწორი მოცემულობა? ეს არის სწორად დასმული საკითხი? თუ ეს არის, კი ბატონო, ჩვენი მეგობრების ხათით მეც ვიტყვით რომ კი. თუ ეს სწორია, რომ კონსტიტუციას თუ პატივიეთ და თუ კონსტიტუციის და კანონების მიხედვით ვიმოქმედებთ, ეს ევროპულ გზაზე სიარულში ხელს შეგიშლითო, ესეთი რამ არ უნდა გითხრან. ეს არ არის ჩვენთვის მისაღები და ჩვენ გავბედეთ, რომ ჩვენს მეგობრებს
როგორც უფროს მეგობრებს და ვიღაცები ოპოზიციაში ვლაპარაკობენ ერთი ბატონის მეორე ბატონის შეცვლა და ევროპამ რო გითხრას გაბრაზებულები რო ყვირილით ხრინც შერეული ხმით რომ ლაპარაკობენ ცალფეხზე უნდა ვიდგეთ აი ესეთი პათოსით რომ ლაპარაკობენ არ ვაპირებ ჩვენ ამას ჩვენ გავბედეთ ამის ძალა შეგვწევს და ეს ძალა არის ჩვენი ქართული საზოგადოება და მისი სიყვარული საკუთარი ქვეყნის ეროვნულობის, სუვერენიტეტის, თავისი წარსულის და აწმყოს და მომავლის პატივისცემის. აი ეს გვაძლევს ამ ძალას, რომ ჩვენ ვბედავთ, რომ ჩვენს მეგობრებს ველაპარაკებით სწორ თანაბარ პოზიციაში. და აი აგერ სამეგრელოში, რომ შემოვიარეთ ამ დღეებში, ამ 64-ში ყველა რაიონი, ყველა მაგას ველაპარაკება. მოვიდა არაერთი მოქალაქე, რომელიც რას გვეუბნებოდა, იცით? რომ ამაყები ვართ, როდესაც პრემიერ-მინისტრი იმას რასაც ფიქრობს, იმ სიმართლეს ეუბნება უმაღლეს წარმომადგენელს თქვენს ევროპელ კოლეგას. დიახ, ეს ასეა და ასე იქნება ყოველთვის. ამისთვის ვიბრძვით. და ამისთვის გადადო ყველამ თავი ხელისუფლებაში და ხალხში სხვათა შორის. ქართველი ხალხი კარგად იაზრ, რომ არა მათი მხარდაჭერა ჩვენ ესე თამამები ამ გადაწყვეტილებებში ვერ ვიქნებოდით. ორი რაღაცა ასაზრდოებს ამ სითამამეს. ეს არის სიმართლე და ხალხის მხარდაჭერა. და ეს ყველაფერი თავის მხრივ დაფუძნებულია ეროვნულ ინტერესებზე და მათ პრიორიტეტულობაზე. ეროვნული ინტერესია მთავარი. დიახ, ჩვენი საქართველოს ეროვნული ინტერესისთვის გვჭირდება ჩვენ ევროპა და ევროპული უსაფრთხოება. და დიახ, თუ იმეს უნდა ისე წარმოაჩინოს, რომ ევროპა სხვა რამ არის და ჩვენ რომ აქ ვლაპარაკობთ ეროვნულობაზე, ტრადიციებზე, ქრისტიანობაზე და ამაზე დაფუძნებულ ჩვენ ღირსეულ მომავალ და ღირსეულ ქმედებებზე, ღირსეულობა და ღირსებაზე ზოგადად ეს სხვა რამეა. ეს ასე არ არის. ვიღაცა ამას სიბნელედ მოიხსენიებს, ვიღაცა რუსულად და ასე შემდეგ. და ვერასდროს გახდება რუსული ქართული ეროვნული ინტერესის გატარება. როგორც ყველა სხვა ფეიქ ტყუილი კამპანია, ასე ჩაფლავდება მათი ეს კამპანიაც. იმიტომ რომ მათ უნდათ რომ გაარუსონ ყველაფერი, რაც კი ქართულია. თუ კი შენ ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე ამაყად საუბრობ რაღაცაზე, ეს რუსულია. და თურმე მთავარი პრობლემა იცით რა არის? ჩვენმა მეგობრებმა ეს უნდა გაიაზრონ კარგად. ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა ახლა რასაც ვიტყვი, ეს ძალიან კარგად უნდა გაიაზრონ. საქართველოში ვერ იქნება მათი მთავარი წარმომადგენელი ვერასდროს ის ხალხი, რომლებსაც თავისი მმართველობა დაფუძნებული ჰქონდათ სადიზმზე, წამებაზე, გადასკოჩილი მამაკაცების გაუპატიურებაზე. ამაზე იდგნენ ტელევიზიების დარბევაზე, თავისუფალი სიტყვის მოკლაზე, ბიზნესის რეკეტზე, შიშზე. ვერასდროს ვერ მოხდება ის, რომ ეს ხალხი იყოს ევროპის მთავარი სახე ამ ქვეყანაში. და ვერასდროს ვერ მოხდება ვერცის ვინც მოიპოვა, ვინც უზრუნველყო ვიზა ლიბერალიზაცია, ასოცირების ხელშეკრულება გააფორმა და მისდევს ნაკის ვალდებულებებს და მის შესრულებას რეფორმებს ატარებს. დემოკრატიის ხარისხი გააუმჯობესა, რა ვიცი, 100-ჯერ. ყოველგვარი უტრირების გარეშე. არ არსებობდა და შეიძლება ნული რო რაღაცაზე გამოვიდოთ, ცუდი ნათქვამი იყოს, მაგრამ თუ კი რაიმე ერთი მარცვალი იყო, ეს გაუმჯობესებული კი არა, შექმნა უბრალოდ დემოკრატიის ხარისხი არ არსებობდა, არანაირი ხარისხი არ არსებობდა. რა დემოკრატიაზე იყო საუბარი? ავტოკრატიის კლასიკური ფორმა, ყველაზე რბილად რომ შევაფასოთ და ჩვენ შევქმნით სისტემა, სადაც ნამდვილად დაცული ადამიანის უფლებები შეიძლება ძალიან ბევრი რამ გვაქვს წინ, მაგრამ ყველა გრძნობს თავის თავზე, ისინიც გრძნობენ თავის თავზე, მედიაც, თავად ეს პოლიტიკოსებიც, რომ დემოკრატიის აბსოლუტურად განსხვავებული ხარისხია. კი ბატონო, ჩვენ ასევე უნდა ვისაუბროთ. ეს ყველაფერი არის ოდიში დავამთავრებ წინადებას, თუ კი ეს ყველაფერი რუსულია. ერთი ქართველი ჩვეულებრივი მოქალაქე, რომელიც ეროვნულ ინტერესებზე ფიქრობს, თავის ტერიტორიებზე და იმ ხალხის დაბრუნებაზე ფიქრობს, ევროპაზე ფიქრობს, ნამდვილად უხარია კონსტიტუციის ჩანაწერი, რომელიც ჩვენ შევიტანეთ, რომ ევროპა და ევროპული მომავალი, ამ ქვეყნის მომავალი და მისი ერთ-ერთი ეროვნული ინტერესი. ეს ადამიანი რას ფიქრობს, რომ სააკაშვილია ევროპა და ევროპელობა და აქეთ ქართული ოცნება, რომელიც ამ ყველაფერს, ამ დემოკრატიის ფუნდამენტებს ესე ამაგრებს, ეკონომიკას ავითარებს, ცდილობს ყველაფერს რომ ამ მიმართულებით პროგრესი იყოს, ევროპასთან დაახლოებას, ეს რუსულია. ეს რომ ვიღაცამ დაიჯეროს ამაზე ანტიევროპული საქმე არ არსებობს და ჩვენმა მეგობრებმა ეს უნდა გაითავისონ. ვერ იქნება ლომჯარია, ვიღაც ვაშაძე, ხაბეიშვილი, ეს ხალხი ვერ იქნება.
ეს ნაცკლასტერი ვერ იქნება საქართველოში ევროპის სახე. ევროპაზე წარმოდგენას დაკარგავს ამ შემთხვევაში ხალხი. ვინ დემოკრატიულ ღირებულებებს, თავის ენას, თავის სარწმუნოებას, თავის ღირსებას, ეროვნულ ინტერესებს, თავის წარსულს, ტრადიციებს, პატივს სცემს და ასეთი ევროპელობა და ასეთი ევროპა სურს. ეს ხალხია რეალურად წარმომადგენლები საქართველოს მომავლის და აუცილებლად მომავალს და ხვალ, როდესაც სულ ხელისუფლებაში ხომ ვიქნებით, დაუთმობთ ჩვენ იმ ახალგაზრდებს, რომელიც ასე იფიქრებენ და არა წარსულის ბნელი ცოდვებით დამძიმებულ ადამიანებს. ვერ ეღირსებიან ისინი, რომ ისინი იყვნენ საქართველოს მომავლის განსაზღვრელი. ჩვენ ასევე უნდა ვისაუბროთ და რა გააკეთეს, კარგად გვახსოვს. პრემიერის ჩარტეულ რეისთან დაკავშირებით და იმ განცხადებებზე, რომელიც კეთდება თქვენი პოლიტიკური ოპონენტების მიერ. ორი ფლანგი გამოიკვეთა, ერთი პირდაპირ იმპიჩმენტს ითხოვს, მეორე გამოძიების დაწყებას. იმპიჩმენტისთვის გასაგებია, რომ საჭირო ხმები პროცედურის დასაწყებადაც შეიძლება ვერ შეაგროვონ, მაგრამ მეორეს მხრივ ისინი ითხოვენ გამოძიების დაწყებას, რადგან საქმე ეხება მათი აზრით კორუფციულ სკანდალს. რა არის ზოგადად ოცნების პოზიცია ამ საკითხზე? გიორგი, ეს ყველაფერი შემთხვევით არ გითქვამს და გამართლდა ხო ეს ამბავი, ჯერ ერთი ტყუილი იყო, პირველი დღეების ნარატივი გახსოვთ, ხომ საიდან ქონდა შემოსავალი კერძო, ეს არ უხსენებიათ. ისინი ლაპარაკობდნენ, რომ სახელმწიფოს და ბიუჯეტის ხარჯით გაფრინდა. ხო, სამი დღე ხო ასე იყო. კი ბატონო, პირველად ასე ის თქვა, რომ ნახეთ თემა როგორ წაიყვანეს. აი დააკვირდით რა მოხდა. ზოგიერთმა ისიც თქვა, რომ დაანებეთ ხალხო თავი, სხვა თემებზე შეედავეთ, ეს ხომ მისი უფლება პრემიერ-მინისტრია და ქვეყნის პირველი პირიაო. ანუ ჩანდა რომ მინიმუმი და მაქსიმუმი იყო PR ამ სპეცღონისძიების მიზანი. ერთი რომ დაეზიანებინათ ღარიბაშვილი და მეორე უკაცრავად ჟარგონისთვის გაეპრავებინათ სააკაშვილის დანაშაულები წარსულში ჩადენილი. იმიტომ რომ სხვათაშორის ერთი კარგი რამ მოხდა ეხლა ამ მათი ცუდი მოქმედების შედეგად. დღეს იმიტომ თქვი თაგვმათხარად ხარა და კატა გამოთხარა მეთქი. ანუ რამდენიმე შედეგი მივიღეთ. თავის აიკიდოს მას რომ ეძახიან ეფექტს სპორტსმენები და არა მხოლოდ სპორტსმენები. მოხდა ესეთი რამ. პირველი ერი შეთანხმდა ყველა ნაცმოძრაობის წარმომადგენელიც, ვიღაც ვითომ შუაშიშტი თუ მართლა შუაშიშტი, ქართული ოცნების წარმომადგენელი, ყველა შეთანხმდა ერთ აზრზე, რომ თურმე პირველი პირის მიერ ჩარტერებით ფრენა, ქვეყნის პირველი პირის მიერ ყოფილა დანაშაული. შევთანხმდით ამაზე, ანუ ჩვენ შევთანხმდით ფაქტობრივად, მათ მოუწიათ იმის აღიარება ამდენწლიანი ტყუილი კამპანიის ფონზე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ამ ნაწილშიც სისხლის სამართლის დამნაშავე. მეორე რა გამოთხარეს? ეს ერთი გამოთხარეს, დამტკიცდა, მათვე აღიარეს საკუთარი პირით, რომ ეს დანაშაულია. და მეორე გამოთხარეს ის, რომ ამასობაში ვიღაცამ ინფორმაცია მიიტანა, რაღაც ამბები გახმოვანდა და დღეს გავიგეთ, რომ გარდა იმისა, რაც ვიცოდით, თურმე რაღაც აღარ მახსოვს 20 მილიონზე მეტი ღირებულების კონტრაქტი იყო დადებული თავდაცვის სამინისტროსგან, თუ არ ვწდები, შეიძლება ის მეშლებოდეს, მაგრამ სახელმწიფოსგან ყოველ შემთხვევაში ეს ნამდვილად ასეა, კომპანიასთან, აიზენასთან, აქაც თუ არ ვწდები, თავდაცვის სამინისტროსგან თავდაცვის სამინისტრო და აიზენა იყო ხელშეკრულების მხარეები, როგორც ჩანს, და 14 მილიონი აითვისეს. და საუბარია მთლიანად პირად რაღაცეებზე. და ეს პირად რაღაცები ის კი არ იყო, რომ რაღაც რამ შეიძლება პირად რა შეიძლება იყოს, რომ გამართლება მოუძებნო, რაც არ უნდა პატივსადები მიზეზი იყოს, რაღაც დისერტაციას ვიცავდი ვაშინგტონში და იქ წავედი, ესეც დანაშაული იქნებოდა, მაგრამ ამასობაში ვიღაც ქალბატონები ჩამოყავდა და მიყავდა, მასაჟისტები, ვიზაჟისტები, თავისი მეგობრები, ესკობარის საფლავი აინტერესებდა თურმე ბიჭს ძალიან და ჩადიოდა თურმე იქ, რომ ენახა პაბლო ესკობარის საფლავი ნარკობარონის როგორი იყო, როგორ გამოიყურებოდა. მე შეიძლება გამოაყოლა იქიდან რაღაცები, ხელს ხო არავინ ამოწმებდა და მე ნახეთ არაერთხელ კადრები თვალება ამოტრიალებული რაღაცები ხდებოდა როგორც ჩანს, მაგრამ ეს კიდე მეორე ხარისხოვანი ბელეტრისტიკა რაღაც არარეალურზე ლაპარაკი შეიძლება იყოს, ან რეალურზე არ ვიცი, ეს რაც ჩანდა ესე, მაგრამ რეალურად
დადასტურდა ახალი დიდი დანაშაულებრივი ფაქტი, რომ ამ ამაზრზენი პირადი ვნებების დასაკმაყოფილებლად ჩარტერებით მიფრინავდნენ და მოფრინავდნენ სხვები, მისი მეგობრები თუ არამეგობრები, მისი ვნებების დასაკმაყოფილებლად. გამოძიების საფუძველი შეიძლება გახდეს ეს. ამის გადასაფარად ხდებოდნენ, რა თქმა უნდა, გამოძიების საფუძველი ჩემი აზრით უნდა გახდეს. 14 მილიონი რა ვიცი, ჩვენ ისე მარტივად ლაპარაკობთ კონსტიტუციის დარღვევაზე 48 მილიონი, უგულავამ 48 მილიონი შეჭამა, მე რა დიდი ამბავი, იმან ვიღაცამ 8 მილიონი. ესე იგი, ნიკა გვარამიამ 7 მილიონი თუ რაღაც დაახლოებით ასეთი თანხა შეჭამა რუსთავიორის ზოგი ავტომანქანა სამსახურებრივი რომ უნდა ყოფილიყო, რუსთავიორის რომ უნდა ყოფილიყო, გააფორმა თავისი მეგობრის კომპანიაზე, რუსთავიორში არ მივიდა ის მანქანა, ასე მოიქცა ბევრ სხვა კეისთან დაკავშირებით და სამსახურებრივი ავტომანქანის გამოყენებისთვის დაკავებული გვარამია გახდა მე ჭყალებში, რა თქმა უნდა. აგერ მილიონებს ხარჯავდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ეს გახდა პიჯაკების საქმე. ეს მონათულა რაღაცნაირად სამსახურებრივი ავტომანქანის საქმე, პიჯაკების საქმე, ვაშლის საქმე და კარაქის საქმე და რაღაცები ვაშლს დაო იქ რომელიღაცაზე იყო ლაპარაკი და ვაშლის საქმე კინაღამ დაარქვეს, მე გაჩერდნენ ეს ვაშლის საქმე არ ვარგოდა ეთქობა და ასეთი ბრენდინგი ამათი ამაზრზენი დანაშაულების იმიტოა რომ საზოგადოება მოატყუონ ისე მეტი მიზანი კი არაფერი გააჩნია ამას და ამ დროს გაცილებით სერიოზული ამბები ხდება და მე 3 დღის შემდეგ როცა გამოაშკარავდა რომ თურმე კერძო გადახდა ყოფილა და კერძო ფრენა ყოფილა მე უკვე გაიჭედნენ რაში იცით პირველი დღეს კითხვა რომ დავსვი გაუგნებულები მიყურებდნენ მათი ჟურნალისტები ისინი ვინც ამაზე გაბრაზებულები ლაპარაკობდნენ წინა 2-3 დღის განმავლობაში გამარკვიეთ მეთქი პრემიერ-მინისტრის მამას თქვენ ხო ამბობდით რომ აქვს რაღაც ღვინის ბიზნესი, ქარხანა, მე არ ვიცი მეთქი მართლა ეხა დეტალებში უხერხულია ხო ამაზე საუბარი. ხო არ ვეკითხებით ერთმანეთს რაღაც დეტალებს. ვიცით თქვა ზოგადად რომ ვიღაც ოჯახის წევრს რაღაც აქვს, რაღაც ბიზნესი, ვიღაცას არ აქვს, ხო? და ხო არ დაუწყებ ეხა პრემიერ-მინისტრს ამაზე ლაპარაკს, რაც უნდა ახლო გარემოცვის თუ გუნდის თუ რაღაცა წევრი იყო ქართული ოცნების. რომ რა ბიზნესი, რამდენი ქარხანა აქვს თუ ერთი აქვს თუ რა ისინი ლაპარაკობდნენ, ისინი ახმოვანებდნენ ინფორმაციებს და სიუჟეტებს აკეთებდნენ ამაზე, რომ აქვს რაღაც ღვინის ქარხანა, აქვს სოფლის მეურნეობის სფეროში რაღაც ბიზნესები და როგორ აღმოჩნდა ეს კაცი ერთ დღეს ისეთი პენსიონერი, რომელსაც არაფერი არ გააჩნდა თავის პენსიის გარდა. ამაზე ჩამოყალიბდით მაშინ, ვეუბნებოდი. ამაზე მითხარით, გამეცით ხა პასუხი. აქვს ეს ქარხანა, ღვინის ქარხანა და სოფლის მეურნეობის სფეროში რაღაც ბიზნესი ამ ადამიანს, რომელსაც წლების განმავლობაში ლაპარაკობდით, თუ არ აქვს, თუ პენსიონერია და მხოლოდ შემოსავალი აქვს. ეხლა დროში ეს თემა იცი და ოპოზიცია არ დაკმაყოფილდა იმ განცხადებით, რომ კერძო თანხა არის გადახდილი ამ კონტრაქტში და უშუალოდ და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი თეთრიც არ დახარჯულა. ეს გასაგებია, მაგრამ ისინი მაინც ამბობენ, რომ აქ საქმე გვაქვს დიდ კორუფციასთან. ეს მთლიანობაში რა არის შემაჯამებელი პასუხი მართველი გუნდის და ეს როგორ წარმოგიდგენთ ამ პროცესის გაგრძელება? შეიძლება რომ იმპიჩმენტამდე მივიდეს საქმე. პირველი ტყუილი უკვე გამოაშკარავდა იმის შესახებ, რომ სახელმწიფო ხარჯები იყო ამაში გახარჯული, აღარ დაობენ ამაზე. 3 დღე ილაპარაკეს, მე რა ჩაიარა იმან. 3 დღე ვიტყვებოდ და არაფერი. საერთოდ აღარ ეხებიან იმ თემას, გაატარეს, აღმოჩნდა რომ ტყუილი იყო. მეორე ტყუილი რომ პენსიონერმა მამამ როგორ შეძლო ამ თანხის გადახდა, ესეც აღმოჩნდა ტყუილი, იმიტომ რომ თავადვე ქონდათ. ვინმე კი არ ამტკიცებდა აქედან. სანამ ჩვენ რამეს ვიტყოდით, თავადვე ვიღაცებმა სოციალურ ქსელში დააშინა და გამოუგდეს ნაკეთები სიუჟეტები, რომ ამ ადამიანს ჰქონდა იქ რაღაცა უტრირებული და ტყუილები იყო დამატებული, მაგრამ საფუძველი რაღაც ბიზნესი ჰქონდა ამ ადამიანს, ეს იყო აღებული მოცემულობა და შემდეგ იყო ამას სხვადასხვა ტყუილები, მაგრამ ეს მოცემულობა რომ ბიზნესი ჰქონდა, თავადვე ამბობდნენ. შესაბამისად, თუ ასეთი ბიზნესი აქვს და ღვინის ქარხანა აქვს, სხვა რაღაც სოფლის მეურნეობის სფეროში აქვს, შესაბამისად აქვს შესაძლებლობა, რომ ეს გადარიცხვა განეხორციელებინა. დანარჩენი კიდევ უფრო დეტალურად დეკლარაციაში. ეს არის თავიდაბოლო და რა თქმა უნდა, ეხა პრემიერ-მინისტრს შეეხება, ქვეყნის პირველ პირს შეეხება ქართული ოცნების ერთ-ერთ გამორჩეულ ლიდერს და ხალხი რომ ლაპარაკობს, ვამაყობთ ამ კაცის სხვადასხვა წინადადებების და ფრაზების გამო, ამას რომ დარტყმას მიაყენებენ და ზიანის მიყენების მცდელობა ექნებათ, ეხა ბუნებრივი ამბავია და ეს არ გვიკვირს და ამასობაში თავიანთი ბელადის, მიხეილ სააკაშვილის გაправების მცდელობაც რომ ექნებათ, ესეც კარგად გასაგებია, მაგრამ რამდენჯერ ეს მოინდომეს, იმდენი ახალი დანაშაულები და ახალი ამაზრზენის აქციელები ამოუვარდა იმ კაცს და ცოტა რომ დაწყნარდნენ ამ ტყუილებს თავი დაანებოდნენ, იმიტომ რომ თავისივე კატას ითხრიან. ისინი როგორც ჩანს ცნობილი ანდაზის არ იყოს ეს უკვე გამოჩნდა. გასაგებია, დიდი მადლობა რომ დაგვითმეთ დრო და იყავით ჩვენი სტუმარი. და
და ერთი მომენტი რაც შეეხება გიორგი თუ მაგ ერთი ან ორი წუთი თუ არა და გავალით ერიდან. ნახეთ შეგიძლია ერთი წუთი. მაინც თავარი თემა რომ არ დამრჩეს საქმე და რაღაც საზოგადოებას რომ არ დარჩეს უკმარისობის გრძნობა იმასთან დაკავშირებით ჩვენ როგორ ვფიქრობთ სტატუსთან დაკავშირებით ეს ხომ თავარი თემა. ჩვენ ცალკე აღებული არ უნდა განვიხილოთ რომელიმე კონტექსტთან ამოგვიძიათ რომელიმე თემა. მხოლოდ გუშინ კუბილიუსის აღიარება რომ აღარ მახსოვს ბალტიის ქვეყნებზე თუ არა ბალტიაში სლოვაკეთში იყო ლაპარაკი სლოვაკეთის მაგვარად ხელისუფლების შეცვლისკენ მოუწოდებდა ის ქართულ ხალხს და მანამდე თუ იმის შემდეგ წამოეწია პოდოლაკის ძალიან სამწუხაროა რომ ამის თქმაც გვიწევს პოდოლაკის განცხადება კიდევ ერთი მაღალჩინოსნის უკრაინის ხელისუფლების იმასთან დაკავშირებით რომ ერთი არის სიტყვა სიტყვით ხო ერთ შანსი იყო ლაპარაკი მოკლედ ერთი შანსიც არ აქვს საქართველოს რომ ევროპული ოჯახის წევრი გახდესო გადააყენეთ ხელისუფლება მოწოდება გარედან ერთი შანსი არ აქვს რომ გახდეს ევროპული ოჯახის წევრი და კანდიდატის სტატუსი მიიღოს და ამას თუ დავუმატებთ ყველა იმ განცხადებას რაც სამწუხაროდ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან მოდიოდა დენილოვის განცხადება ომის შესახებ მათი დეპუტატების განცხადებები შეისწინეთ კარგი ამინდია სოხუმში და ცხინვალში მე აქედან მხარდაჭერები ეხა რომ ვითომ შუაში შეტებათ მოაქვს თავი ნინო ლომჯარია ეკა გიგაური ეს არის შესაძლებლობის ფანჯარა ჩვენ გვირჩევნია ღარიბაშვილის ამ განცხადებას ბომბების წვიმა შემდეგ დიახომი მინდა აი ესეთი პათოსით რომ ლაპარაკობდნენ იარაღის შეძენაზე რომ ლაპარაკობდნენ ეს ყველაფერი სულ რომ არაფერი ხდებოდეს კულისებში რაზეც შეიძლება ვერ ვლაპარაკობდეს ეს ყველაფერი მოგვეჩვენა ქართულ ხალხს ეს მოეჩვენა ომის ეს მოწოდებები მოგონილია რუსული დეზინფორმაცია როგორ არის ჩვენ ევროპელ პარტნიორებს მიმართავ და მეგობრებს ასევე ჩვენს ოპოზიციას მათ ტელევიზიებს ეს ყველაფერი ხალხო მოგვეჩვენა თუ ნამდვილად იყო ამაზე შევთანხმდეთ ჯერ ანუ პიარული სვლები აბათილებს იმასაც რაც უკვე ნათქვამია და ნანახია ხო ტელევიზიის საშუალებით ნახეთ სოციოლოგიების საშუალებით ხო ნამდვილად იყო ეს განცხადები ხო არ მოგჩვენებია აი ამ დონეზეც კი არიან ვიღაცაები დარწმუნებულები პიარის და ამ 1000-ჯერ რუსული ზახების ეფექტიანობაში თავის მხრივ რომ აი ნათქვამზეც ლაპარაკობენ რომ ეს არ არის მართალი ეს არის რუსული დეზინფორმაცია და რაც შეეხება სტატუსს მოდით შევთანხმდეთ გაბედონ დავალებებს თავი დაანებონ რასაც იღებენ გარედან და თქვან რომ საქართველოს იმსახურებს კანდიდატის სტატუსს მით უმეტეს როდესაც მათ ევალებათ სუბიექტურები იყვნენ საქართველოს სასარგებლოდ მაგრამ ეს არის ობიექტური ეს არის სიმართლე და თუ მათივე ჩვენი ევროპელი პარტნიორების მეგობრების ბატონი ბორელის შეფასებით და იმ შედარებით ვიხელმძღვანელებ და არასწორი ჩემი აზრით მაგრამ მაინც ვიხელმძღვანელებ თუ კი ჩაგრავს ლექტორი სტუდენტს რომელიც არის წარჩინებული გაცილებით სხვაზე გაბედონ ამისი თქვა რომ საქართველოს როგორც პრეზიდენტმა ასევე ჩვენმა ოპონენტებმა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს მადლობა შემდეგ მათი იმედი თუ აღარ ექნება თუ მოლდოვამ რომელიც DST-ს წევრი იყო DST-ს წევრმა მოლდოვამ მიიღო კანდიდატის სტატუსი საქართველოს რომელიც ყველა ამ ქვეყანაზე მის მეგობარ ქვეყნებზე გაცილებით წინ არის ყველა მნიშვნელოვანი კრიტერიუმით რეფორმით დემოკრატიის ხარისხით და ასე შემდეგ აუცილებლად უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი და თუ ეს ასე არ იქნება ეს იმას ნიშნავს რომ ვიღაც მართლაც გვტოვებს რუსების ხელში ჩრდილოელი მეზობლის ოკუპანტის ხელში აი ესე რაღაც გაურკვეველ სიტუაციაში და ეს ხელისყვრა არ არის კარგი ამბავი სუდის აქციელია და ჩვენ უნდა დავწმუნდეთ რომ უნდა გავერთიანდეთ სიმართლის და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების მხარდასაჭერად და ვთქვათ გაბედონ თავის თავზე და დავალებებზე მაღლა დადგნენ და თქვან რომ საქართველოს იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და საქართველოს მიიღებს კანდიდატის სტატუსს თუ პირიქით იქნება მაშინ მათი მხილებაც არ გაგვიჭირდება რა ქნეს ამას ვაკეთებთ დღემდე და რა ქნეს იმისათვის რომ ეს შედეგი დამდგარიყო მაგრამ მაინც პოზიტიური იმედი ვიქნა დიდი მადლობა ინტერვიუსთვის გემშვიდობებით უსმენთ მამუკა მდინარაძეს ახლა კი რეკლამა იმედი